მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი გელაშვილი პერფორმანსი და თქვენ უყურებთ ჩემს არხს. დღევანდელ ვიდეოში გავაგრძელებთ მეორე სერიას ჩემი კამაროს აწყობის შესახებ. პირველ სერიაში, როგორც ნახეთ, ქარხნული მანქანა დაზიანებული მოვიდა სახლში. შევარემონტე, შევცვალე, რაც საჭირო იყო, რომ დამეყენებინა მანქანა ფეხზე და ქარხნულ მდგომარეობაში დამებრუნებინა როგორც იყო თავდაპირველად. როგორც ნახეთ, ძრავი დავშალე, ძრავი ავაწყე. შევცვალე რასპრედვალი, გამშვები კოლექტორი, შემშვები კოლექტორი, ინთეიკი, გალავკები დაპორტირდა. მოკლედ საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა ძრავზე, მაგრამ უშუალოდ ძრავის შიგნეულობა, პორშინ, შატურნი, კალენვალი დარჩა ხელუხლებელი, ქარხნული, მოცულობა არ შეცვლილა და მოკლედ მიზანი არის ის, რომ მანქანამ 10 წამში იაროს 400 მეტრზე და რა ვიცი, ნახოთ რამდენად გამოგვივა ეს ყველაფერი. ქარხნული მანქანა, როგორც ნახეთ, გავტესტე დაინოზე და შედეგი წინა სერიაში იხილეთ უკვე. ხო და ამ სერიაში კი მანქანას მიუყვები ნელა-ნელა, რაც დასასრულებელი არის, რომ ფეხზე დადგეს და უნდა დავასრულოთ, გლუში წელი არის იქ დასამთავრებელი, დასადუღებელი, მერე მანქანა გზაზე გასატესტი. თავდაპირველად მანქანა ავაწყე ქარხნული თორკ კონვერტორით, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა რამდენად შეძლებდა მანქანა აჩქარებას ადგილიდან ქარხნული თორკ კონვერტორით და ამას მე მგონი თქვენ ვერ ნახავთო და ამიტომაც მოგიყვებით და ჩავურთავ ხმას. როცა ამ ვიდეოს ვიწერ ვარ ავტობუსში და მანქანა აგერ გავაჩერე, მივდივარ აეროპორტში, უნდა გავფრინდე ლოს-ანჯელესში. ამას გზადაგზა ვიწერ. ასე რომ აუდიოს ჩაწერისას რაღაცა ფონად ხმები თუ გაიგოთ, არ შეიმჩნიოთ. სამსახურში პროექტის კეთებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ამ შემთხვევაში კი დაუსრულებელი გლუში წელით მანქანის გარეთ გაყვანა მომიწია, იმიტომ რომ სამუშაო დღე დაიწყო და ლიფტი ჭირდებოდა ჯიგრებს, ამიტომ დაუმთავრებელი გლუში წელით მანქანა გარეთ გავიყვანე და შემდეგ სამუშაო საათების მერე გავაგრძელე ისევე გლუში წელის აწყობა. წესიერი მოჭიდებისთვის დრაგზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რანაირი პადოს გაგიყენია წინ და უკან და ზუსტად ამიტომ ვცვლი როგორც ხედავთ უკან ამორტიზატორებს ორმაგი რეგულირებით არის ეს ამორტიზატორები რომელიც გაშლას და შეკუმშვას სხვადასხვანაირად არეგულირებს გაძლევს მაგის საშუალებას ეს არის Viking-ის ბრენდის ამორტიზატორები რომელიც ჩემ Genesis კუპეზეც მიყენია და იგივე სვაყენებ ახლა კამაროზეც და ამასთან ერთად გადამაქვს ბენზონასოსის გაყვანილობა ქარხნულად კამაროზე არკაში აყენია ეს გაყვანილობა და როდესაც მაღალ სლიკს აყენებ 99% შემთხვევაში ეს სლიკი ედება ამ გაყვანილობას ხეხავს, აფუჭებს და მერე დგეხარ შუა ქუჩაში გაჩერებული მანქანით არ იქოქება, იმიტომ რომ არ იცი რა ხდება თურმე საბურავი ცვითავს ამ გაყვანილობას და მოკლედ საკმაოდ დიდ პრობლემებს გიქმნის. ამიტომ
აუცილებელია გაყვანილობის რელოკაცია სანამ გაზაობაზე გადახვა. მანქანა გამოვიყვანე გასატესტად და რა თქმა უნდა სხოდრაზვალი გასასწორებელი იყო და ასაბაცად დადიოდა მანქანა. ზოგადად ამერიკაში უქმე დღეებზე არაფერი არ მუშაობს ხოლმე და ეს რაზვალის წერტილი ეს იყო ტუნელის ბოლოში ნათელი წერტილი და მივიყვანე, მაგრამ აღმოჩნდა რომ ტიპმა არ იცის როგორ გაასწოროს. ტიპი მე მეკითხებოდა რა ნიშნულებს უნდა გაესწორებინა რაზვალი და მე ვკარნახობდი და ესე რაღაცა წვალებით გაასწორა ქვია, იმასთან შედარებით რაც იყო მანქანა, შედარებით სწორად დადიოდა, მაგრამ მაინც საშინელება იყო.
მანქანა გავტესტე ჯერ გზაზე ქარხნული თორქ კონვერტორით, მე წავედი ტრეკზე გასატესტად და აღმოვაჩინე, რომ ქარხნული თორქ კონვერტორით მანქანა არსად არ მიდის, იმ თვალსაზრისით, რომ დასტარტავ ძალიან მცირე ძალა აქვს ქარხნულთან შედარებით იმისთვის, რომ ადგილიდან დაიძრას მანქანა ჩქარა და 60 ფუტი მანქანა საშინელება ჰქონდა, რაღაც 1.99 წამი იყო საუკეთესო და რაღაც კატასტროფაა ნამდვილად ამ სეტაპისთვის. მანქანას ზალა ჰქონდა საკმარის იმისთვის, რომ ელო, მაგრამ დასტარტვა, საშინელება იყო, ამიტომაც თორ კონვერტორი გამოვაძრეთ და შევცვალეთ Circle D-ის კონვერტორით, რომელსაც აქვს 3000 ბრუნის სტალი. პირველივე ტესტებიდან გამოჩნდა, რომ მანქანა ბევრად ცოცხალი გახდა. გზაზე რამდენჯერმე გავტესტე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. მზად იყო მანქანა იმისთვის, რომ კოლოფით ამენასტროიგებინა და წავსულიყავი ტრეკზე. მაგრამ ნასტროიგის პროცესში აღმოვაჩინე, რომ მანქანას ბენზინის სუნი აქვს, საწვავის სუნი საკმაოდ ძაფრი და ჩამოვიღე ბაკი და აღმოვაჩინე საოცრება, რაც ცხოვრებაში არ მქონდა ნანახი. ბენზინის კვების შნურიდან გასდიოდა საწვავი, რაც ნამდვილად არ მინახავს არასდროს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეგეთი რაღაცაც ხდება. მოგეთ ყველანაირი წვრილმანი პრობლემა მოვაგვარე მანქანაზე და გავეშურე დალასისკენ, რომ ინდექს 11 კლასში მიმეღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლასი შეზღუდული არის 11.0 წამამდე, მაგაზე ჩქარა არ უნდა იაროს მანქანამ და ყველაზე ახლოს ვინც ივლის 11.0-თან, ის არის გამარჯვებული. ინდექს კლასების სხვათა შორის საკმაოდ სახალისო და კაი პონტია, იმიტომ რომ ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება იმის და მიუხედავად თუ რა სიმძლავრე აქვს მანქანას, თუ რამდენად ჩქარია, თუ რამდენად ნელია, თუ შეგიძლია აჩვენო დრო 11.0, რა მანქანაც გინდა გყავდეს, რა ძალაც გინდა გქონდეს, შეგიძლია მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად არის 10 წამიანი კლასი, 10 ნახევრიანი, 12 წამიანი და ასე შემდეგ, სხვადასხვა ღონისძიებაზე, სხვადასხვა კატეგორიები არის ხოლმე, მაგრამ საკმაოდ პოპულარულია ეს ინდექს კლასები და მე მგონი, რომ ძალიან გაამართლებს საქართველოშიც თუ შემოვა ესეთი სიახლე. შეჯიბრი ორდღიანი იყო და საკმაოდ წარმატებით ვიასპარეზე. კვალიფიკაციაზე ვეცადე რომ მენახა რამდენად ჩქარა შევძლებდი წასვლას და რა მჭირდებოდა იმისთვის რომ 11.0-ში მევლო, ანუ რა სიჩქარეზე უნდა ამეღო გაზიდან ფეხი.
საკაიფოთი არა, მანქანამ ძალიან სტაბილურად და ძალიან მოყოლილი ვარ. ესე ხმალაობით გავედი ფინალამდე და მაგრა გაასწორა, მაგარი ბრძოლა იყო და ფინალში მოხდა რაც მოხდა. So I finally made to the finals. So it's been a long day, many runs, test and tunes and qualifications. So now finals, so let's see how it goes. ფინალში მანქანამ გადაწყვიტა, რომ არ უნდა სიჩქარის შეცვლა, რაც ნუ ეს საშინელება იყო. უსტაბილურესათი არა, მანქანამ 2 დღის მანძილზე ძალიან ბევრი გარბენი გავაკეთე და ყველა გარბენი იყო 11.0 რაღაცა. მაინც ფინალში გადაწყვიტა, რომ მეორე სიჩქარეში გადართვა არ უნდა და ძალიან დიდი დრო დავკარგე და 11.0 რაღაცის ნაცვლად ვიარე 12.4-ში მე მგონი. მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც ხედავთ, აგერ გამარჯვებულს ჩეკი გადმომცეს. ჩეკი იყო სულ $150, მაგრამ აქ თანხაზე არ არის, უბრალოდ წარმატებაზე არის და რამხელა ბრძოლა გამოვიარე რამდენ მანქანასთან მომიწია გარბენის გაკეთება, რომ საბოლოო ჯამში წარმატებისთვის მიმეღწია. ძალიან კარგი შედეგია, მე ასე ვთვლი. და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემით, ძალიან კმაყოფილი ვარ მანქანით, მაგრამ ამითი არ ჩერდებით, უნდა მოვაგვარო ეს ტრანსმისიის პრობლემა. უნდა გავარკვიო რატო არ გადართო და გავაგრძელო ასპარეზობა სხვადასხვა ტრეკებზე, სხვადასხვა ღონისძიებებზე. აქვე იქნება ამონათებული ჩემი გარბენის დროები და ნახავთ თქვენ თვითონაც რომ 11.0 რაღაცაში დადის მანქანა სულ. დადის რა, მე ვატარებ 11.0 რაღაცაში, თორე ისე მანქანას უფრო ჩქარა შეუძლია სიარული. მე გადავინაცვლე მერვედ მაილიან ტრეკზე, სადაც 7.0 იყო ინდექს კლასი მერვედ მაილზე და ერთადერთი მანქანა მე ვიყავი, რომელიც ჩვეულებრივი მანქანის იერსახე აქვს და არ არის დადუგული და ასე შემდეგ. ეს არ ვიცი რამდენი ცხენიანი მანქანა იყო, მაგრამ მაგრა გადარჩა, რომ არ დაიმტრა, მოწყდა და საკმაოდ ვაშკაცურად გამოძრა სიტუაციიდან და არავინ დაშავებულა. წითელი კამარო არის კადრში, რომელიც არ ჩანს სამწუხაროდ და ძალიან დიდი ამბიცია ჰქონდა ამ პიროვნებას. ჩემნაირი კამაროა, დაახლოებით ჩემნაირი მოდიფიკაციები აქვს და ტიპმა მოკლედ სტარტის ხაზამდე აგორავა ეს მანქანა, რომ მაქსიმალურად გრილი იყოს და ისა და ესა შიგნიდან გამოფატრული, გარედან გამოფატრული, არც გულში წელი არ უხენია არაფერი და მოკლედ ამო დაუდგეთო და გავარკვიოთ ვისი უფრო ჩქარიაო და რა ვიცი, აგერ ნახავთ.
სამაგიეროდ ამ წითელმა pick-up truck-მა ისე დამტოვა გაღიმებული, რომ გაუცებული დავში პირდაპირ. ვიდეოს რო უყურებ გეგონება აი ეწევი, მაგრამ კი არ ეწევი, ტიპა ჩააქრო მანქანა და ისე შეგორდა ფინიშზე. ტრეკიდან კი გადავინაცვლეთ ახლა ქუჩაში, სადაც არა ლეგალური რბოლებით არის დაკავებული ხალხი. Hey, good round, George. White car up. White car after this corner. Let's do it. ისევ იგივე წითელი კამარო იყო, რომელიც ტრეკზე მოპარული ჟეშტივით ვათრიე და მოკლედ გულში ძალიან დიდი ბოღმა ქონდა ჩადებული და მე შენო მახსოვ ხარო და ეხლა რევანშის დროა. ტიპი სიბნელეში იჯდა, შუქიც არ ქონდა ჩართული და თავისთვის ხელს იქნევდა რა საკეთებდა არ ვიცი და აჭერდა გარბოდა გიჟივით, ოღონდაც გაესწრო. Gasper, where you at, B-Dog? How we looking? We about to get one more run in. ერთი გარბენი გამოუვიდა ეგრე. გვიან დავაჭირე საკმაოდ, მაგრამ ერთი გარბენი თანაბრად ჩავაჭირეთ, მაგრამ ჩემი მანქანა გვერდზე წავიდა და გაუშვი გასპერს. Yeah, red Camaro. I don't know who this red Camaro is. Red Camaro got pulled over or what?
ეს ყველა გარბენი იყო გაკეთებული მართალია სიდენი ამოღებულზე, მაგრამ მცირე ზომის გზაური მყავს თან. ქუჩის რბოლების მერე გადავინაცვლე უკვე 402 მეტრიან ტრეკზე, რომ მენახა რამდენად ჩქარა შევძლებდი წასვლას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ძალიან მინდოდა რომ საშუალო 10 წამში გამევლო და რამოდენიმე ტესტი გავაკეთე და თქვენი თვალით ნახავთ აჩქარების დროებს. საკმაოდ სტაბილურად იარა 10.69 იყო ყველაზე ნელი დრო 10.59 იყო ყველაზე ჩქარი დრო 130 მაილი მიხოძე მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული შედეგით, რამდენად სტაბილურად დადის მანქანა ცხელ მდგომარეობაში ყოველგვარი გაგრილების გარეშე. მოხარული ვარ, რომ სიცხე შეუძლია ესე 10 წამში სიარული, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც აგრილდება, გაცილებით უკეთესი დრო ექნება მანქანას. რას ფიქრობთ და აკომენტარეთ თქვენი მოსაზრება, როგორ მოგწონთ ეს პროექტი, რამდენად წარმატებულად თვლით თქვენ. მე ძალიან მოყოფილი ვარ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი რამდენი წლის გამოცდილება და შრომა ჩავდე ამ პროექტში. ძალიან მარტივ პროექტში და ძალიან იოლ პროექტში, ასე ვთქვათ. და მივიღე საკმაოდ კარგი შედეგი. მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ მაქვს იმის საშუალება, რომ უფრო ავაჩქარო მანქანა დაჭრის და დაშლის გარეშე. ამას უკვე ერთად ნახავთ მომდევნო სერიებში. თუ ჯერ კიდევ არ გაგამოწერილი ჩემი არხი ეს ის დროა, რომ მიაწყაპუნო subscribe-ის ღილაკს და პატარა ზარსაც მიეჭირეთ ითი, რომ არ გამოტოვა შემდეგი ეპიზოდები. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ყოველ კვირა თუ არა ორ კვირაში ერთხელ მაინც შემოგთავაზოთ ახალი სერია ამ მანქანის შესახებ. თუ გინდათ მეტი ინფორმაცია, ესეც დააკომენტარეთ და რა ვიცი, დაწერეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებით და ლაიქებით. მე უფრო მეტი სტიმული მექნება იმისთვის, რომ უფრო და უფრო მეტი კონტენტი შემოგთავაზოთ. აბა წარმატებები.